მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელი არის ვორნეითო და ამ ვიდეოში ვაკეთებ რაღაც განსხვავებულს. მოკლედ ვნახე ერთი ძალიან საინტერესო პლატფორმა, ამას ქვია Gemlit, არის gemlit.com და ეს არის პლატფორმა შოპოჰოლიკებისთვის, ასე ვთქვათ. ანუ შოპინგის entertainment-ი რო არსებობდეს, ეს საიტი იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი. ამ საიტზე ირჩევთ სხვადასხვა კატეგორიას, ყიდულობთ ბოქსებს და შემდეგ ამ ბოქსებში შეიძლება ამოგივიდეთ რაღაც ან ძალიან მაგარი, ან რამე უბრალო. რო შევაჯამოთ, გამოდის როგორც Amazon-ია რამე გამოსაწერი საიტი და ლატარია ერთად რო ჩავსვათ, ეგ არის Gemlit. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის კაზინო აქ, არც ფულს იგებთ და ფულს აგებთ. უბრალოდ ბალანსი შეგაქვთ თანხა, ყიდულობთ ბოქს და ამოგდით ან კარგი რაღაც, ან უბრალო რაღაც. შემდეგ ამ ამანათებს გიგზავნით Amazon-ი, ამიტომ ამაშიც დაზღვეული ხართ. მე ეს საიტი მოკლედ ვნახე YouTube-ზე, ევროპაში საკმაოდ ცნობილი საიტი არის და დადის ბევრი იღებს რაღაც, ამიტომ მეც დამაინტერესა და სხვათა შორის ამერიკაშიც არის რამოდენიმე ვიდეო, რაც შემხვდა. ძალიან ბევრი საინტერესო კატეგორია არის, რაც აქ დევს და ძალიან ბევრი მაინტერესებს, რას მოვიგებ. თუ თქვენს გაინტერესებთ ეს საიტი და გინდათ დარეგისტრირდეთ, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და შემომიერთდეთ მეც. ახლა მინდა დავტესტო საიტი, ნახოთ როგორ რაღაცებს მოვიგებთ. ბევრი საინტერესო კატეგორია არის easy findings, freestyler, offline. მაგრამ მინდა რამე უბრალოდ დავიწყო, ძალიან ძვირიც რო არ იყოს, random games. თუ ხართ გეიმერი, მგონი ეს არის თქვენთვის. არის ბევრი თამაში, GTA 5, The Long Dark, Oxygen Not Included. მოკლედ ამას დავატრიალებ, ჯერ ვცდი. მოდი დავატრიალოთ $11 და 30. წავიდა. ძალიან მაინტერესებს რას მოვიგებ. რამე rare, ანკო common-ზე გაჩერდა. Among Us, კაი, ნუ როგორც ჩანს ამაში ისე ძალიან არ გაგვიმართლა. მოდი კიდევ ერთხელ დავატრიალებ. მოდი ამას დავიბრუნებ და თავიდან დავატრიალებ, იმიტომ რომ არ მინდა ეს თამაში, მინდა რამე კარგი. Okay. Rogue Tower. თან როგორც ჩანს $16 ღირს. როგორც ხედავთ, მაქვს აქ რაღაც სტრიმინგის სეტაპიც, მიკროფონი, განათებები რაღაც, ამიტომ მოდი ვცადოთ Streamers Delight. ასეთი ფექი არის. შიგნით შედის საკმაოდ მაგარი რაღაცეები. ანუ უყურებთ და წარმოიდგინეთ $25 რომ მოიგოთ GTX, RTX 3080. ნუ როგორც ჩანს იშვიათი არის, ამიტომ დიდი იმედიც არ უნდა გქონდეს მაინც, მაგრამ საკმაოდ კაი ლუთი არის, კამერა, სავარძელი, აი აქედან რომელიმე მოვიგო, იქნები ძალიან ბედნიერი. მოდი ახლა დავატრიალოთ ესეც, რა იქნება 3, 2, 1, $25. შედარებით უკვე ცოტა ძვირ ფასებზე მივდივართ. მიდი, rare. მაგრამ კარგი ნიუსია, შეგვიძლია ეს $23.60 დავიბრუნოთ. კიდევ ერთხელ ვცდი, კიდევ ერთ შანსს მივცემ. რამე uncommon-ი ან rare-ი მაინც მინდა. ნახოთ. არა, ისევ ის არა. ისევ common-ი, ეს მაქვს, არ მინდა. არა, კიდევ ერთხელ უნდა ვცადო, იმიტომ რომ ის რაც იყო, ეგ ისედაც მაქვს. რამე უფრო კარგი მინდა ამოვიდეს. მიკროფონი, green screen-ი, შვენიერი. ეს უკვე მოგებაში მივდივართ, ეს რომ ავიღო, კიდევ ერთხელ ვცდი ამის დატრიალებას. მინდა რამე ისეთი რაც არ მაქვს რეალურად. ყველა თუ ანკომო. ხადაობ! $122-იანი Razer-ის webcam-ი. არა, ამაზე ორდერ. ანუ როგორც ხედავთ, უკვე ძალიან დიდ მოგებაში ვართ, $25-ად. ნუ, რამოდენიმეჯერ 3-ჯერ დავატრიალეთ, მაგრამ ამოგვივიდა Razer-ის webcam-ა, ძალიან კაია პირველისთვის. მოდი ვნახოთ რამე სხვა ბოქსი. Isteri Electronics-ი iPhone 16 ბოქსი. ვნახოთ Apple Watch-ი. ყველას უყვარს Apple Watch-ი და მეც, რატო არა? ხადაობ, Apple Hermes-ი $1800-იანი. ნუ კაი, ერთი ვცადოთ, თუ Apple Watch-ი ამოგვივა. კმაყოფილი ვიქნები, კმაყოფილზე მეტი ვიქნები. დავატრიალოთ. Okay. არა, არ მინდა ეს რა არის? Android-ის არ არის რამე? აი Android-ის რო იყოს რაღაც, ეგრევე დავატრიალებ. Apple versus Android.
აი აქ არის რაღაც Android-ის ოცნებებიო. ხადაობ, ამის მოგება შეიძლება? ნუ შანსი ამის დაბალი იქნება, არის 0.00, ხო, დაბალი არის სხვადასხვა შანსები, რაც შეიძლება მოგივიდეთ. ყველაზე უბრალო არის micro USB და ლინზა 3 2 1 დავატრიალოთ. ჩამოვდივართ ნელ-ნელა თანხაზე, რამე კარგი ნივთი მინდა. Common, კაი, ეს ლინზა არის ტელეფონისთვის. ვინაიდან ნახეთ Android-ი და ისე ძალიან არ გაგვიმართლა, მოდი ამჯერად გადავიდეთ Samsung Galaxy-ზე. დავატრიალოთ $30. რამე Common-ი. სადოთ კიდევ ერთხელ მეგობრებო, იქნებ რამე ისეთი იყოს, რაც ღირს. ნუ ან Common-ები მანქანის დამჭერი $40. უკვე მოგებაა. ეს არ მჭირდება, ისე მირჩევნია დავატრიალო თავიდან. კიდევ ერთხელ დავატრიალოთ, მეგობრებო, მინდა რომ რაღაც ისეთი მოვიგო, რომ თქვა, რომ აი ეს მინდოდა. ეს რა არის? გვერდზე ტაბლეტი იყო. ეს რა არის? Galaxy Book Pro cover bag $61. ნახოთ კიდევ ერთხელ. ხო არ გადაო. What is this? შანსი არა. Galaxy Z Flip Silver. შემიძლია ამაში უკან დავიბრუნო $1800 ან order. ამაზე ეგრევე order, ანუ ესეთი მოგება ხადაობთ $29. Galaxy Z Flip. ძალიან კაი იყო, აი ამათ ღირდა. შოკში ვარ პროსტა. ოკეი, ესეთი მაგარი მოგება ჯერ არ მქონია და ეს პირველი არის. შოკში ვარ, აი ძალიან სერიოზული რაღაც არის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს საიტი დავსერჩე და რევიუები ვნახე, აქვს 4 ვარსკვლავი 5-დან. მე რაც ნახე, რავი, ყველაფერი რაც მოვიძიე, ეს საიტი არის რეალური. უბრალოდ არის shopping, entertainment-ი და გართობა. უკვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამოდის და ნუ მიზანიც ეს არის საიტის, შეიძლება მოიგოთ ძვირიანი რაღაც, შეიძლება მოიგოთ იაფიანი რაღაც, არის გასართობი გზა იმათვის, ვისაც უყვარს shopping-ი online-ში. ჯერჯერობით მე რაც ვნახე ბოქსები იქიდან კმაყოფილი ვარ საკმაოდ, რომელი ავირჩიოთ. მოდი ეს დავატრიალოთ, ცოტა ძვირიანი არის, მაგრამ მაინტერესებს რა შეიძლება იყოს, Mac-ი ან Windows-ის. თუ გაგვიმართლებს, აი 0.00 რაღაც პროცენტით. მაგრამ წინა ეს ასე გაგვიმართლა, ამიტომ შანსი მაინც არის. მოდი დავატრიალოთ ერთი ეს $51. იმედი მაქვს, რამე uncommon-ი მაინც იქნება. გაჩერდი. ეს რა არის? ეს არის რაღაც უბრალო ლეპტოპი, როგორც ჩანს, მაგრამ მაინც ძალიან კაი მოგებაში ვართ. $131. კიდევ ერთხელ დავატრიალებ და უკეთესი რამე ამოვა. მერე კიდე უფრო დავფიქრდები აღებაზე. ოკეი. არა, გადაცდა. Pen tablet compatible with Windows. ეს ძალიან კაი რაღაც არის იმათვის, ვისაც ხატვა უყვართ და კომპიუტერში, ნუ უფრო გრაფიკული დიზაინერებისთვის, მაგრამ მე ესეც მინდა ვთქვა, რომ მაქვს, ამიტომ ავიღებ ამას. კიდევ ერთხელ დავატრიალებ. მაინც მინდა გავრისკო, წინაზე გამიმართლა, არ ვიცი ახლა გამიმართლებს თუ არა, ვერ ვიტყვი. ვერანაირად, ეს რა არის? ლეპტოპის ჩანთა. არ მინდა მე ლეპტოპის ჩანთა. შემდეგი საინტერესო ბოქსი, რაც ვიპოვე, ეს არის PC Gamers Party. როგორც ჩანს არის გეიმერებისთვის, რაც ჩვენ ვართ. იმედია, ჩემი მაყურებლები ადრე იყვნენ, ახლა არ ვიცი. მოკლედ ეს ბოქსი ღირს $65 და აუ, რა მაგარი იქნებოდა, პროსტა RTX 4090 ეკრანი, 49 ინჩიანი. ანუ ეს არის ძალიან კაი რაღაცეები არის, სხვა შორის, მაგრამ პროცენტულობა იქნება დაბალი. თუნდაც სავარძელი, ანუ კაი რაღაცეები არის. ანუ მთავარი არის ახლა ისეთი რაღაც მოვიგო, დაუშვათ $65-იანი ბოქსი. რა? სერიოზულად? 27 ინჩიანი მონიტორი. ანუ
კაი, ძალიან სერიოზული რაღაც არის. $65 დავაკლიკეთ და მოვიგეთ $330 მონიტორი. ორდერ, ეგრევე ორდერ, არ მაინტერესებს. წავიდა. გადავიდეთ კიდევ შემდეგ ბოქსზე, ვიპოვოთ რამე კიდევ უფრო მაგარი. ცოტა ავწიოთ ნელ-ნელა ფასები და რამე უფრო ძვირიანი იქნებ მოვიგოთ. Cinema Delights. ნახე ასეთი ბოქსი, სადაც არის როგორც ჩანს კინოთეატრის რაღაცეები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლინკი იქნება ქვევით აღწერაში. ახლა კი დავაჭიროთ და ვნახოთ რეალურად რა იქნება ჩვენთვის. Click. არა. Netflix-ის gift card-ები. მიდი, რამე მაგარი, რამე სერიოზული, რამე მოხდული. ეს უდი რაღაც არ არის სხვა შორის. ანუ $73 მაგარი რაღაც არ არის, მაგრამ სუდი რაღაც არ არის. რეალურად ძალიან დიდ წაგებაში არ წახვალთ, იმიტომ რომ ეს LED ბარები მეც მაქვს. ძალიან კაი რაღაცეები არის, მაგრამ ვინაიდან მაქვს. ვცდი კიდევ ერთხელ კინოთეატრის რამე სერიოზული იქნება იმედია. Epic ახლოს იყო. ძალიან კაი რაღაც არის ეს. ეს გოვის არის? ეს თუ არის რა არის, მონიტორზე ამას ამაგრებთ და რაც ჩანს ეკრანზე, რა გამოსახულებაც არის, ზუსტად ისე გადააქვს ფონზე შუქი. აი რამე არის, მაგრამ ესეც მაქვს. რამე ძვირიანი ვნახოთ პარე. კაი, დარწმუნებული ვარ, ბევრი ვინც მიყურებთ, გინდათ ან YouTube-ის დაწყება, ან ფოტოგრაფობა, ან ვიდეოების გადაღება. იმიტომ მიპოვე ასეთი ბოქსი, რომელსაც ქვია ფოტოგრაფის 64. ღირს $65. ნახოთ რა იქნება, დავატრიალოთ ესეც $65. Uncommon-ები არის ბევრი. მაგრამ ეს არის ყველაზე ხშირი როგორც ხდებით. არა. რა არის ეს? ფოტოგრაფებისთვის RGB განათება და შემიძლია აქედან დავიბრუნო $93. მაგრამ ვცდი კიდევ ერთხელ აი ყველაზე მაგარი რაღაც აქ იქნება კამერა, ხო? ანუ Sony ძალიან იშვიათი იქნება, არა ეს არა, ეს რა ახლოს იყო. დავატრიალოთ კიდევ ერთხელ, ამჯერად არ ვუყურებ. არ მინდა რამე ესეთი იყოს რა. ეს რა არის? 50 მმ-იანი ლინზა რა ღირს ზოგადად, იცით? 600 ლარი ღირს. ამას არ ვიცი ავტოფოკუსი აქვს თუ არა. აი მაქვს უბრალოდ მეც 50 მმ-იანი ლინზა, ოღონდ Nikon-ის. ამაში გადავიხადე 200 ლარი თუ 300 ლარი. Supreme რა არის კაი თუ არა Supreme-ის სიურპრიზის მისტერი ბოქსი Gemlit-ზე. ღირს $77 და შეიძლება ამ მივიდეს $1800-იანი ჩემოდანი, ფეხსაცმელი და კიდევ ბევრი სხვადასხვა ტანსაცმელი. მოდი დავატრიალებ ამასაც ვნახავ $77. $77. ეხლა რაღაც არა, common-ი არ მომივიდა რა. კაი, $42 მაინც შემიძლია დავიბრუნო უკან და კიდევ ერთს გავტესტავ მაინც რატომაც არა. გამოდის, მაგრამ uncommon, გთხოვ, იგივე არა. იგივე მოვიდა. Third one's the charm. ნახოთ მესამე რა იქნება? გთხოვ, რამე არ. ეს რა არის? $71-იანი ხურდების ჩანთა? What? რაღაც ბოქსებში გაგვიმართლა, რაღაც ბოქსებში არ გაგვიმართლა, მაგრამ მოდი ახლა ვცადოთ Apple-ის ბოქსი, სადაც შეიძლება მოვიგოთ Apple-ის სხვადასხვა ძვირიანი პროდუქცია. ღირს $65. დავატრიალოთ, ნახოთ პირველი რა იქნება. ეს რა არის? What is this? iPad-ის folio, ანუ ჩასადები არის iPad-ის. კიდევ ერთხელ ვცადოთ, მოდი ეს ბოქსი საბოლოოდ და თუ არა გადავიდეთ საბოლოო ბოქსზე, რომელიც uncommon-ი მაინც $67. მოდი გადავალ საბოლოო ბოქსზე, რასაც გავხსნი და დავტესტავ. იმედი მაქვს, რომ ეს ბოქსი მოიცემა რამე მაგარს, მაგრამ ამ ვიდეოში უკვე მივიღეთ ისეთი რაღაცეები, როგორც არის მონიტორი 27 ინჩიანი, $60 და მივიღეთ კიდევ Z Flip ტელეფონი, რომელიც ღირდა $1800. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებაში ვრჩებით. მოგზაურობის საჩუქრები, რესტორნის, escape room-ი, საინტერესო რაღაცეები არის. მოდი დავატრიალოთ.
ბევრი uncommon-ი არის, ბევრი common-ი, მაგრამ uncommon-ში ვჩერდებით. არა, ცოტაც. მასაჟი. მასაჟი, full body massage. ეს სად არის უბრალოდ? ეს იქნება ამერიკაში ალბათ. მოდი აქ დავასრულებ მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და მოგეწონათ ეს საიტი. მე სხვათა შორის ამ საიტმა დამიტოვა ესეთი შთაბეჭდილება, რომ მაინც მოგებაში გავყავდი. არ ვიცი რატო. ყველაზე ესე არ იქნება, რა თქმა უნდა. მაინც ამ პლატფორმაზე შანსი არის, რომ ან იაფიანი ნივთი აიღოთ, ან ძვირიანი, მაგრამ შოპინგის entertainment-ი ნამდვილად გამოდის. მაინც მინდა გითხრათ, რომ ეს საიტი არ არის იმისთვის, რომ შეხვიდეთ და რამე იყიდოთ. თუ მოგინდებათ ამ საიტზე დარეგისტრირება და თქვენით ცდა, შეგეძლებათ, ლინკი იქნება აღწერაში. გადახვალთ, დარეგისტრირდებით, შემდეგ მარტივად დარიცხავთ თანხას, როგორც თქვენ გინდათ. დღევანდელი მოგებებით მაინც კმაყოფილი ვარ. იმედია თქვენც მოგეწონათ ვიდეო, თუ მოგეწონათ, დაარტყით ლაიქს, გამოიწერეთ არხი, დაეხმარება ეს არხს ძალიან და დააკომენტარეთ თუ მოიგებთ რა მოიგეთ. ყველაზე საინტერესო ან უცნაური ნივთი დაწერეთ კომენტარებში, რასაც მოიგებთ. სულ ეს იყო მეგობრებო და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. Bye.